საგარეჯოში იუსტიციის სახლი იხსნება, ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ვრთავთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. პატევი მაქვს სცენაზე მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ბატასალიას, მივესალმები საქართველოს პარლამენტის წევრებს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს. მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე მინდა ყველას მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს საგარეჯოში იხსნება იუსტიციის სახლი და პირველ რიგში უნდა მიულოცოთ ეს დღე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას, საგარეჯოელებს, რომლებიც ისარგებლებენ იმ მომსახურებით, რომელსაც ისინი მიიღებენ საგარეჯოს იუსტიციის სახლში. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომით დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება და საგარეჯოშიც უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მიიღებენ მოქალაქეები ამ მომსახურებას. ასევე მისამებელია ის, რომ ქალაქს საგარეჯო შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა, ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიახლე ამ მუნიციპალიტეტისთვის და ამ ქალაქისთვის. ახალი შენობა ერთიან სივრცეში თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთიანად იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურების მუშაობა. მთლიანობაში იუსტიციის სახლში იქნება 20-მდე თანამშრომელი დასაქმებული კომფორტულ გარემოში. ასევე მნიშვნელოვანია მის აღნიშვნაც, რომ საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. აქაც კიდევ ერთხელ მინდა ვესარგებლო შემთხვევით და აღნიშნავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება და ფუნქციონირებს. კახეთის რეგიონში ამ სერვისით უკვე ისარგებლა 15 სოფლის 24,000 მცხოვრებმა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის მთავარი მიდგომა, სრუნა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავრესი პრიორიტეტი და მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში არის 19, ქვეყნის მასშტაბით ეს არის 125 ფილიალი და რა თქმა უნდა გაგრძელდება მომავალშიც სრუნა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მე მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ყველას მინდა გადაგიხადოთ მადლობა და მინდა მოგილოცოთ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნა. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატასალიას. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ადგილობრივ ხელისუფლებას წარმომადგენლებს, სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებს, ყველა დამსწრეს მივესალმები, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისათვის დღევანდელ ჩვენს ღონისძიებაზე კიდევ ერთი ახალი იუსტიციის სახლის გახსნაზე, ახლა უკვე საგარეჯოში, კახეთის სამშვენიერეს მხარეში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთის რეგიონში ეს უკვე 19 იუსტიციის სახლია. ჩვენ რა თქმა უნდა ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხელმისაწვდომი იყოს ის სერვისები, რომელსაც თავაზობს დღეს იუსტიციის სახლი მოსახლეობას როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში, იმისათვის, რომ ეს
სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ჩვენ დავნერგეთ ისეთი სერვისი, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, თქვენ ხედავთ გარშემო არის წარმოდგენილი ეს ავტომობილები, სადაც განთავსებულია იუსტიციის სახლის სერვისები, სადაც მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას შეუძლიათ მიიღონ იგივე სერვისები, რასაც დღეს იღებს ნებისმიერი მოქალაქე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში თუ სხვა დიდ ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საგარეჯოში დღეს დასაქმებული ადამიანების თითქმის 100% ყველა ადგილობრივია და ჩვენ ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლი ყველა რეგიონში, სადაც კი იხსნება ახალი იუსტიციის სახლი, ცდილობს რომ მაქსიმალურად დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ შემთხვევაშიც საგარეჯოში ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეჯოს აქვს ახალი იუსტიციის სახლი. აქ შესაძლებელია ყველა იმ სერვისის მიღება, რასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი მოქალაქე თუ ჩვენი ქვეყნის სტუმარი იღებს თბილისში ან სხვა რომელიმე დიდ ქალაქში. შენობა, როგორც ხედავთ, არის თანამედროვე დიზაინის, მორგებული არის ყველა იმ აუცილებლობაზე, რაც სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აქ შესაძლებელია ნებისმიერი სერვისის მიღება, მათ შორის ჩვენ გვაქვს კუთხე, რომელიც განკუთვნილი არის ქორწინებისათვის, მცირე ზომის ქორწინების სახლი არის, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. მე კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო იუსტიციის სახლის მშენებლობაში, წარმატებებს უსურვებ და ულოცავ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გადმოვიდა ამ ახალ შენობაში, მოგეხსენებათ სერვისები, რომელიც მიეწოდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო იუსტიციის სამინისტროს შემავალი საჯარო სამსახურის იურიდიული პირების წარმომადგენლები განთავსებული იყვნენ მოძველებულ შენობებში და დღეს უკვე მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ იშრომონ უკვე თანამედროვე ტიპის შენობაში და შესაბამისად კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას, დიდ მადლობას მოგახსენებ თქვენ მობრძანებისთვის და გისურვებ წარმატებებს ყველას თქვენ საქმიანობაში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სიტყვა ეძლევა სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში ბატონ გიორგი ალადაშვილს. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, ადგილობრივი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებო. მაქვს პატივი ბატონი პრემიერის და მთავრობის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შემდგომ კიდევ ერთხელ უმასპინძლო მნიშვნელოვან ღონისძიებას და ოფიციალურად მოგილოცოთ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნა. როგორც ყველა სხვა პროექტი, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გახსნა, რა თქმა უნდა, მოქალაქეების საჭიროებებზე არის მორგებული და დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ექნებათ მიიღონ უფრო კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლებში იორმუღალოსა და უდაბნოში გასულ წლებში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები სრული დატვირთვით და წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად კახეთის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ჩვენი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა და აქტიურობა ადგილობრივი პროექტების განხორციელებაში. რადგან თითოეული პროექტი არის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული და შესაბამისად ჩვენი აქტიურობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მნიშვნელოვანია. განვითარების ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა მასშტაბების არაერთი პროექტის გახსნას ვიზეიმებთ კახეთის რეგიონში. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. მადლობა. ეს იყო იუსტიციის სახლის გახსნა და პირდაპირ ეთერში უყურებდით ღონისძიებას კახეთიდან.